მე ესე ვხედავდი მთელ სამ სიტუაციას, რამდენჯერმე ამაზე განვაცხადე კიდეც, სანამ წინააღმდეგობა, თქვენ ამბობთ, რომ წინააღმდეგობამ რაღაც ფასი გადაიხადა, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ფასი გადაიხადა. ნებისმიერ ტაქტიკურ მოცემულობაში მხარეებს არ უნდა უჭირდეთ იმის აღიარება, რა მომენტში მარცხდები და რა მომენტში იმარჯვებ. ხო, ეხლა რამდენიც არ უნდა ამტკიცოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომ ქართულ ოცნების ძალაუფლებას ბზარები აქვს შეკრენებული და აი 3 საათი და ჩამოიშლება და აი ეს რიტორიკა, ნუ ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო პატივისცემით იმ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ ნუ ეხლა ყველას თავისებური აღქმა აქვს ბრძოლის, ხო? ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვნად პრობლემად მოჩანდა ქართული სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ელიტური ჯგუფი. ანუ ქართული სამოქალაქო საზოგადოება წლების განმავლობაში განაყენებდა მოსახლეობის ფართო მასებს საკუთარი თავისგან, ხო? ქართული სამოქალაქო საზოგადოება რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მათ შორის არის არასამთავრობო სექტორი, არის მედია, არის პოლიტიკური პარტიები, პროფესიული კავშირები ჩვენს, ან ბევრი სხვა ეკლესიაც ხო ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ძირითადი ავანგარდი, ანუ წინააღმდეგობის ავანგარდი საკუთარი თავისგან მოიტოვებდა საზოგადოების ისეთ ჯგუფებს, რომლებიც შეიძლება კონსერვატორები იყვნენ, შეიძლება სოციალურ საკითხებზე, გარემოსდაცვის საკითხებზე მუშაობდნენ, შრომის საკითხებზე ხელფასების მატებას ითხოვდნენ და ესეთ ჯგუფებს ყოველთვის მონათლავდა ხოლმე რეგრესულად. ანუ ეგ არის წამგებიანი, ზოგჯერ ეკონომიკას უხსნიდნენ ხოლმე და ზოგჯერ კიდე ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ჰესი მაგარია უნდა აშენდეს და აბა როგორ უნდა მოხდეს სხვანაირად. და აქედან გამომდინარე სამოქალაქო საზოგადოებამ ეს ნაწილი გამოყო და როგორც კი სამოქალაქო საზოგადოებამ შევიდა იმგვარი ტიპის წინააღმდეგობაში, რომელ ტიპის წინააღმდეგობაშიც მას აღარ ყავდა ის საფორთერი, რომელიც მანამდე ყავდა ხოლმე როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციას, ეს იყო ევროკავშირი, როგორც კი არბიტრი გავიდა თამაშიდან, ამ საზოგადოებას საკუთარ თავში არ აღმოაჩნდა არანაირი ტაქტიკური ბერკეტი, რომ ზეწოლა მოახდინოს მოწინააღმდეგე მხარეზე, ანუ ძალაუფლებრივ ჯგუფზე. ამ შემთხვევაში ასეთი ბერკეტები მსოფლიოში არის ხოლმე, მაგალითად მშრომელთა კლასი ან ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი მოძრაობები, ხო? ერთი შეიძლება იყოს კლასიკურად მშრომელთა კლასი, მეორე შეიძლება იყოს რაც ეძახიან ძველი ტერმინოლოგიით წვრილ ბურჟუაზიას, შეიძლება იყოს გლეხობა და ასე შემდეგ, ხო? მშრომელთა კლასის შემთხვევაში ნათლად გამოჩნდა, რომ იწერებოდა ხოლმე წარწერები რაღაცა, რომ გაფიცვა და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ შეიძლება შენ მოუწოდებდე გაფიცვას მშრომელთა კლასს, რომელთან ერთადაც შენ არაფერი არ გამოგიბრძოლია, რომელიც ყოველთვის განყენებული იყო შენთან. ამიტომ გამოსავალი სინამდვილეში არის ძალიან მოკლედ რომ თქვა, გამოსავალი არის იმაში, რომ საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ გაიაზროს საკუთარი შეცდომები, დაუსვა საკუთარ თავს დიაგნოზი და დაინახოს ის მარტივი რეალობა, რომ თუ საზოგადოებაში გვჭირდება ცვლილება, ეს ცვლილება არ უნდა ნიშნავდეს ბიძინა ივანიშვილის ცვლილებით ვინმე სხვა სახელით, არამედ ეს ცვლილება უნდა ნიშნავდეს სისტემის ცვლილებას. ანუ საზოგადოების ფართო მასისთვის უფრო მკვეთრად და მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რას ვითხოვთ. ევროკავშირი ესე ზედაპირულად, ფორმალური დემოკრატია ესე ზედაპირულად შეიძლება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არაფერს ნიშნავდეს. ჩვენ მოგვიწევს და ზოგადად საზოგადოებას, ნუ ჩვენ ამ შემთხვევაში ცოტა მე აქეთ ამხარე ვარ, თვით შრომელებსაც წარმოადგენთ, მაგრამ ხიდების შენება. საზოგადოებამ უნდა მოახერხოს და შემოიკრიბოს დიდი ნაწილი საზოგადოების, მათ შორის ის ნაწილი, რომელიც რაღაცაზე არ ეთანხმებოდა, ამიტომ ჩვენი ბრძოლის შემდეგი ფრონტი, როგორც წეღანო ახსენე, გადის 217 ჰესის მშენებლობაზე და იმ წინააღმდეგობაზე, ჭიათურელი მაღაროელების ხელფასზე და გამოსასახლებელი ხალხის დაცვაზე, რომელიც ხვალდაძე მოხდება. კი ბატონო, ცოტნე თქვენ